ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 90 ერთეული ჰიბრიდული ავტომობილის Hyundai ავტო საქართველოსგან 5.550.000 ლარად შეიძენს. მთლიანობაში კონსოლიდირებული ტენდერით 113 ერთეული ჰიბრიდული ავტომობილის შეძენა იგეგმება. თემაზე მეც გიყვებით რამდენიმე წუთში. მთავრობა მექვსე წელზე მეტი ასაკის ავტოიმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებას შეცვალა. ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება მთავრობის ხდომაზე გააკეთა. არსებული მდგომარეობით 6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილების იმპორტისას მათი გამბაჟებისთვის ძრავის თითოეული კუბური სანტიმეტრი 80 თეთრის ნაცვლად უფრო დიდი აქციზით იბეგრება და ტარიფი 4 ლარი და 50 თეთრი იქნება. პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ჩარტერული რეისებით საქართველოს 558 მოქალაქე დაბრუნდა. ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს. საღამო მშვიდობის BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად საქმიან საღამოს წარმოგიდგენთ. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და ბექა ბაციკაძე ვართ. დავიწყოთ. საქართველოს მთავრობამ პლასტიკის მოხმარების შეზღუდვის მორიგი ეტაპი დაანონსა. დღეს მიღებული დადგენილებით რეგულაცია მხოლოდ სასმელების პლასმასის ბოთლებში წარმოებასა და რეალიზაციას შეეხება. 2026 წლის 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მოხმარებლებისთვის პლასმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება ეკრძალებათ, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან სრულად იკრძალება მათი წარმოება. იმპორტი და ბაზარზე განთავსება გარდა ექსპორტისა. საგულისხმოა მთავრობის მიერ დაშვებული გამონაკლისები, რომლებიც გარკვეულწილად აბუნდოვანებს ეკოლოგიური პოლიტიკის სიმკაცრეს. აკრძალვა არ ეხება 3 ლიტრზე მეტი მოცულობის სასმელ წყალს და 20 ליტრზე მეტი მოცულობის სხვა სასმელებს, მათ შორის ალკოჰოლურს. გამოდის მთავრობის ლოგიკით 2 ლიტრიანი პლასმასის ბოთლი გარემოსთვის კრიტიკულ საფრთხეს წარმოადგენს, ხოლო 3 ლიტრიანი უკვე ეკოლოგიურად მისაღები კომპრომისია. დადგენილების მიღმა დარჩა მზესუმზირი ზეთიც, რომელიც საკვები პროდუქტების კატეგორიაში გავიდა. ოფიციალური სტატისტიკით მდინარეებში აღმოჩენილი ნარჩენების 88% პლასმასია, საიდანაც 51% სწორედ ბოთლებზე მოდის. რეგულაცია ასევე არ ვრცელდება შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების საჭიროებებზე, რაც მიუთითებს, რომ სახელმწიფო უწყებებისთვის პლასტიკის მოხმარების ალტერნატივი უფრო ძვირადღირებული შეფუთვით ჩანაცვლება ამ ეტაპზე ფისკალურად მიზანშეწონილი არ ჩაითვალა. რეგულაციების პარალელურად ადგილობრივ ბაზარზე ფასების კორექტირების პროცესი მიმდინარეობს საწვავის სექტორშიც. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებისა და გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასის რეკორდული ზრდის ფონზე საქართველოში მოქმედ ბენზინ-გასამართ სადგურებში საწვავის ფასი 2-დან 18 თეთრამდე უკვე გაიზარდა, სადაც ყველაზე დიდი ნახტომი დიზელის ტიპის საწვავზე ფიქსირდება. ვისოლის გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას განცხადებით, ბაზარზე არსებული ტურბულენტურობა სრულად ჯერ კიდევ არასახულა ქართულ საცალო ქსელში არსებულ სასაწყობო ნაშთების ხარჯზე. თუმცა იმპორტიორები მიუთითებენ, რომ მარაგების ეფექტი მოკლევადიანია და თუ საერთაშორისო ბაზარზე მაღალი ფასები შენარჩუნდება, კომპანიებს საცალო ფასების ეტაპობრივი კორექტირება აუცილებლად მოუწევთ. საყურადღებოა მომხმარებლის ქცევის ფაქტორიც, პანიკური შესყიდვები და მოთხოვნის მკვეთრი ზრდა არსებული რეზერვების უფრო სწრაფ ამოწურვას იწვევს, რაც თავის მხრივ აჩქარებს ფასების ზრდის ტენდენციას. ენერგომატარებლების თემას უკავშირდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენა. ევროკავშირმა აყულების სპორტი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მეოცე პაკეტში აღარ შეიყვანა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საქართველოს მთავრობამ და პორტის ოპერატორმა აზერბაიჯანულმა სოკარმა ევროკავშირისგან მკაცრი ვალდებულებები აიღეს. ევროკომისიის სპიკერის სიორფამ მაგრარის განცხადებით, ბრიუსელში არსებობდა დასაბუთებული ეჭვი, რომ ყულევის სპორტი შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის გემების
ფირმებთან ურთიერთობისთვის და რუსული ნავთობის რეექსპორტისთვის. სანქციების სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ოსალივანსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე თბილისმა აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილოვანი ფლოტის არც ერთ ტანკერს საქართველოს პორტში არ შეუშვებენ და რუსული ენერგომატერიალების რეექსპორტს აღკვეთენ. ევროკომისია აცხადებს, რომ მონიტორინგი გაგრძელდება და პირობების დარღვევის შემთხვევაში მკაცრი ზომების მიღებას არ მოერიდებიან. სანამ მთავრობა კერძო სექტორს ეკოლოგიური სტანდარტების გამკაცრებას და პლასტიკის მოხმარების შეზღუდვას თხოვს, სახელმწიფო უწყებები საკუთარი ავტოპარკის განახლებას იწყებენ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 91 ერთეულ ჰიბრიდულ ავტომობილს 5,9 მილიონ ლარად შეიძენს. აღნიშნული შესყიდვა კონსოლიდირებული ტენდერის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ჯამში 113 ერთეული ჰიბრიდული ავტომობილის შეძენა იგეგმება. შემოსავლების სამსახურის გარდა ახალ ავტომობილებს მიიღებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ასევე თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ Hyundai Auto მიიღო, რომელიც სახელმწიფოს Hyundai Elantra მოდელებს 61,670 ლარად მიაწვდის. ჯამში კომპანიასთან დაახლოებით 7 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდება. საქმეის საღამოს დასრულების შემდეგ თელარ გელანტიას წერტილი გეოლდებათ, ნახოთ გადაცემის ანონსი. 2026 წლის 1 აპრილი მეწარმე სუბიექტებისთვის ხელახალი რეგისტრაციისთვის ბოლო ვადაა. ვისა აქვს რეგისტრაციის ვალდებულება და რა მოხდება თუ საწარმოები რეგისტრაციას არ გაივლიან. იურისტის კონსულტაცია BMG TV-ზე და სხვა თემებზე, რაც მეწარმეობას და მეწარმეებს ეხებათ. მათ შორის, რას ნიშნავს საჯარო პოლიტიკური აქტივობის აკრძალვა, რომლისთვისაც მეწარმე სუბიექტები შეიძლება დააპატიმრონ კიდეც. დღეს საღამოს 10:30-ზე იურიდიული კომპანია ფაჩუაშვილი და იურისტების დამფუძნებელი იურისტი ამირან ფაჩუაშვილი წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. დრო საავტომობილო ინდუსტრიაზე ვისაუბროთ, ამ თემას კიდევ ერთხელ უნდა დაუბრუნდეთ. იყო რამდენიმე კვირის წინ ამაზე საკმაოდ ვრცელი მსჯელობა, სადაც ვთქვით, რომ იგეგმებოდა 6 წელზე ძველი ავტომობილების იმპორტის აკრძალვა და ისიც დავასკვენით, რომ ეს აკრძალვა ქვეყნის ეკონომიკას ზარალის მეც არაფერს არ მოუტანდა, თუმცა დღეს გახდა ცნობილი, რომ მთავრობამ გეზი იცვალა და ახლა უკვე იგეგმება არათუ ამ ავტომობილების იმპორტის აკრძალვა, არამედ უბრალოდ ბაჟის გაზრდა, ირიბად აკრძალვა. ხო, მაგრამ უნდა ანალიზის შედეგად დავასკვნათ, რომ აკრძალვასთან გვაქვს მაინც საქმე, რადგანაც რეალურად განბაჟების საფასური გაიზრდება 5.6 ჯერ. ასეთი დრამატული ნახტომი არასოდეს არ გვინახავს ასეთ ინდუსტრიაში და შედარებისთვის უნდა ვთქვათ ისიც, რომ თუკი მაგალითად კუბურ მეტრზე ძრავის მოცულობის მიხედვით გადასახადი იყო 80 თეთრი, ახლა ეს იქნება 4.9 ლარი, რაც იმდენად დრამატულად ზრდის რეალურად ავტომობილების განბაჟებას, რომ შესაძლოა უკვე გადაიფიქროთ კიდეც ავტომობილების ყიდვა. აქვე სტატისტიკისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში ამჟამად გვყავს დაახლოებით 2 მილიონი ავტომობილი და 6 წელზე ახალი არის მხოლოდ 5.2%, ანუ მოსახლეობის 95% რეალურად მოიხმარს 6 წელზე ძველ ავტომობილებს. აი რა ბედი ეწევათ იმ ძველ ავტომობილებს, მასზე უფრო დეტალურად ვისაუბროთ. აქ იყო რამდენიმე არგუმენტი, მათ შორის ჩვენი მსჯელობის პირობებში და შემდეგ ამ თემაზე უამრავი მსჯელობა იყო სოციალურ ქსელებში თუ ტელევიზიების საშუალებით. იყო არგუმენტი მაგალითად ერთ-ერთი, რომელიც უკავშირდებოდა ავტოპარკის გაჯანსაღებას, იყო არგუმენტი ეკოლოგიური მიმართულებით. ეკოლოგიური მიმართულების არგუმენტი არის აბსურდი. და დადასტურდა ეს იმითაც, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ამ შემთხვევაში. აბსურდი რატომ არის? თუ 4 ლარ-9-ურად შემიძლია ვიყიდო სუფთა ჰაერი, შესაბამისად, ესე იგი, მაშინ ცუდი ავტომობილების შემოყვანა შემძლებია იმ შემთხვევაში, თუ ფულს გადავიხთ. თუ მაშინ ეკოლოგიაზე ზრუნავთ, საერთოდ უნდა ავგზავნოთ. საუბარი იმაზე, რომ ახლა 6 წლის ავტომობილი აბინზურებს გარემოს, ესეც აბსურდია და 5 წლის ავტომობილის განბაჟების გადასახადი არის 1 ლარი. და 12-მა თვემ რა დააშავა, ამაზე ამ კითხვაზე ალბათ პასუხი არ არის. დააშავა ალბათ ის, რომ ასე გადაწყვიტეს და შესაძლოა 4.9 უნდა გადაიხადოთ და ბიუჯეტს ასარგებლოთ, ასე ვთქვათ. ასევე თუ მეორე არგუმენტი შემოვა აქ, რომ გაჯანსაღდება არა, მაგრამ ნაკლები ავტომობილი შემოვა, აქ არის მსჯელობის მეორე ნაწილი.
ნაკლები ავტომობილი შეიძლება შემოვიდეს, თუმცა ძველი ავტომობილები, რომლებიც ბაზარზეა დარჩენილი, მათი ექსპლუატაციის ვადა აქაც გახანგრძლივდება. თუ ადამიანები უბრალოდ ვერ შეიძენდნენ, ანუ უკრძალავდით 6 წლის ზემოთ ავტომობილის შეძენას და ამით არ ვაძლევთ უბრალოდ საშუალებას, რომ განეახლებინათ საკუთარი ავტომობილი, ახლა დამატებით გადასახადს უწესებთ, რაც ასევე ბარიერია, რომ შეიძინონ ავტომობილი. თუ მყავს მე მაგალითად 20 წლის ავტომობილი, ვეღარ შევიძინო 2018-იან, 19-იანს, იმიტომ რომ რეალურად, არ ვიცი, მაგალითებიც გვექნება, ხო? ნებისმიერი წარმოების დაბალი ძრავის მოცულობის ისეთი ავტომობილი, ჰიბრიდული ავტომობილი, რომელიც გარემოს ყველაზე ნაკლებად აზიანებს. მისი განბაჟება მისი განბაჟება, ხო, თავად ავტომობილის შესაბამისად, რჩები ჩემი 20 წლის ავტომობილის იმედად, რომელიც უნდა მყავდეს კიდე 5 ან 10 წელი, სანამ ის მოახერხებს გავლას. მეორე მხარეა რომ აქ რეალურად რეფორმები რომელიც ქვეყანაში არის იმისთვის რომ კონტროლი მოხდეს გამონაბოლქვის თუ ეკოლოგიური სტანდარტების თუ უსაფრთხოების სტანდარტების მაშინ უნდა ვაღიაროთ რომ ეს რეფორმები არ მუშაობს. მაშინ უნდა ჩავხსნათ ეს რეფორმები და თავიდან დავიწყოთ მათი გატარება, თუმცა თავიდან მათი გატარებაც არ ვიცი. რამდენად შედეგს რამდენად მოიტანს ეგ საერთოდ სხვა საკითხია. შედეგის მომტანი იქნება, მაგრამ მაშინ უნდა ვაღიაროთ რომ ეს რეფორმები არ მუშაობს რეალურად და მაშინ უნდა ვთქვათ რომ უბრალოდ ეს არის ორმოქმედებიანი სპექტაკლი. გამოიგონე პრობლემა, გამოიგონე აბსურდული რეგულაცია და მიიღე ის რაც გინდოდა საბოლოო ჯამში. ის რომ ნაკლები ავტომობილი შემოვა, ეს არ გამორიცხავს იმას რომ ნაკლებ შემოსავალს მიიღოს ბიუჯეტი. ანუ პრიორიტეტი იყო მაშინ ბიუჯეტის შევსება, მეტი გადასახადის დაწესება ადამიანებისთვის და აქ სოციალური უთანასწორობა ჩემოდეს, ვინც მდიდარია, მას აქვს უფლება და საშუალება ავტომობილი იყოლიოს, ვინც არ არის მდიდარი, შედარებით საშუალო ფენას წარმოადგენს, მაშინ მან დამატებითი გადასახადი გადაიხედოს ან ფეხით იაროს. ეს არის მარტივი ლოგიკა, რომელიც დღევანდელი გადაწყვეტილებით დასტურდება კიდევ ერთხელ. ხო, აქვე აუცილებლად რიცხვებზეც უნდა ვისაუბროთ, რადგანაც ყველაფერი რაც თქვით არის მაინც შეფასებითი ნაწილი, თუმცა რიცხვებში როდესაც დავიანგარიშებთ, მივხვდებით რა რეალობასთან გვაქვს საქმე. Ford Fusion-ი, რომელიც არის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ავტომობილი, აქამდე რომ გაგებაჟებინათ, დაახლოებით ღირდა 1200-1300 ლარის ფარგლებში, ამ ახალი რეგულაციით გამაჟების საფასური გახდება 7200 ლარი. Toyota Camry, რომელიც ასევე ერთ-ერთი უკიდურესად პოპულარული ავტომობილია, 2.5 ლიტრის ძრავის მოცულობით, თუ კი აქამდე მარჯდებოდა 2000 ლარად, ახლა უკვე მისი გადასახადი გახდება 11250 ლარი. ანუ ამ ფასად გარანტიას გაძლევთ, რომ შეგიძლიათ ამერიკაში შეიძინოთ Toyota Camry, ანუ ავტომობილის შეძენის ფასი და განბაჟების ფასი იქნება ფაქტობრივად იდენტური. და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ესეთი მტკივნეული მაგალითი, რადგანაც გულთან ახლოს მიმაქვს, ეს არის Corvette 6.2 ლიტრის მოცულობით, რომლის განბაჟებაც ეღირება არც მეტი, არც ნაკლები. 27900 ლარი. ანუ დაახლოებით 10.900 დოლარი. ამ ფას თუ ვინმე გადაიხდეს Corvette-ის განბაჟებაში, აი, ორჯერ მეტი ღირს უბრალოდ Corvette მეტი არც ღირს პრინციპში. ვინმე თუ გადაიხდეს ამაში ამ ფულს, არ ვიცი, პირადად შევხვდები და დაველაპარაკები და ინტერვიუსაც ჩავწერ, რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. მთელი ეს ცვლილება რეალურად ალბათ არის გამიზნული კონკრეტული ტიპის ადამიანებისკენ, რომელთაც სურთ ეგზოტიკური, საკოლექციო ან იშვიათი ავტომობილების შეძენა, რომელთა გამოშვების წლები უბრალოდ არის აი ამ 2013-დან 2020 წლამდე პერიოდში და ამ ადამიანებს უბრალოდ ლაფერარიზე იძახი და Porsche 918. McLaren P1, Porsche 918, ან Porsche 991. სოციალური უთანასწორობაზე რომ აი, არანაირ სოციალურ უთანასწორობაზე არ ვსაუბრობთ, აქ ვსაუბრობთ რამდენიმე პოტენციურად მილიონიან ავტომობილებზე, უბრალოდ ამ ადამიანებს თუ მოუნდებათ ლაფერარის შეძენა, მათ შეეძლებათ საქართველოში მისი შემოყვანა. აი, ამ რეგულაციით ამ რეალობას ვიღებთ და იმ რეგულაციით ეზღუდებოდათ. იმ რეგულაციით ლაფერარის ვერ იყიდიდან. აი, მეც კი მომხდა გულზე, ფიქრობდი დღე-დღეზე ჩამომეყვანა ლაფერარი და უბრალოდ ვერ გავაბაჟებდი. მაგრამ შენთვის გიორგი მთავრობა, როგორც ნამდვილად მომერგნენ ჩემს საჭიროებებს. მოკლედ, Corvette ვერა, მაგრამ რა ხო არის. ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ რეალობა რასაც მივიღებთ იქნება ასეთი. ულტრა ექსკლუზიური ავტომობილების შემოყვანა. კი ბატონო, ნებადართული იქნება, მაგრამ ჩვეულებრივ ავტომობილებს, რაც არის Toyota Camry, Ford Fusion-ი ან სხვა ნებისმიერამ, მათ ალბათ
არ ჩამოვიყვანთ იმ წლოვანებაში, რაც არის 6 წელს მიღმა. მოგვიწევს მაინც და მაინც 6 წლამდე შეძენა, რაც ისედაც ბაზარზე არის ყოველთვის უფრო ძვირი. ჩვენ საუბრობდით მათ შორის იმაზე, რა ტიპის დანაკარგები შეიძლება განიცადოს და რა სექტორებმა შეიძლება განიცადოს. მიწოდების ჯაჭვები, აქ იყო საუბარი თქვათ პორტებზე, ტრანსპორტირების ნაწილზე, ხელოსნებზე, ადამიანებზე, დილერებზე, ვინც ამ საქმიანობით არიან დაკავებულები, შესაძლოა რეექსპორტის ნაწილში გარკვეული გამოწვევები ყოფილიყო. ანუ ეს არსად არ ქრება. ანუ ის რომ თქვათ 6 წლამდე ავტომობილების შემოყვანა არ იკრძალება, ეს ამ ნაწილში პრობლემას არ აგვარებს. ის იგივე პრობლემები, რაც მაშინ იყო წინა პლანზე, რადგან ავტოიმპორტიორებიც საუბრობდნენ, მათ შორის შეიძლება ზოგი არასაჯაროდ, ზოგი ისე თან ვიცით რომ ვაჭრობის 60% მოდიოდა 6 წელზე ძველ ავტომობილებზე. თითქმის ყველა კომპანიისთვის ვაჭრობის 50-დან 60%-მდე მოდიოდა ამ ტიპის ავტომობილებზე, რომლებიც ტექნიკურადაც გამართულია. ყველა ევროსტანდარტს აკმაყოფილებს, EPA მინიმუმ ევრო 5-ია, ხო, სხვაგვარად ხო 2018 წელს, 2017 წელს ევროპაში მანქანას ვერ აწარმოებ. შესაბამისად, მისი ევროსტანდარტების დაცულია, თუ რაიმე ტიპის ხაროიზა დარღვევა, მაშინ ის ქვეყანა შემოვა, აქ უნდა იყოს შესაბამისი აკონტროლებელი მექანიზმები, რაც არის იდეაში. ხო, ნებისმიერ ავტომობილი შეიძლება იყოს ეგრე გარემოსთვის დამაზიანებელი, ვერც 24 წელსაც გამოშვებული. თუ მას შესაბამისი კონტროლი ჩაუტარდება, მივიღებთ რომ დამაზიანებელია და ის ბაზრიდან ან ამოღებული იქნება, ან შეკეთდება. ასე რომ ამ ტიპის შეზღუდვის მოხსნა ბჭყალებში და დაწესება მაღალი გადასახადისა არ აგვარებს პრობლემას, რომელიც დილერებს, გადამზიდავებს, ხელოსნებს და ასე შემდეგ უამრავ ადამიანს შეეხება, რომელიც აქედან ერთის მხრივ დამატებით შემოსავალს იღებს და მეორეს მხრივ ზოგიერთი ადამიანისთვის პირდაპირ მთავარი შემოსავლის წყაროა. ანუ რჩებით ისევ რეგულაციებში უბრალოდ აკრძალვა არ არის აკრძალვად, შენ რაღაც უფლება გაქვს რომ შემოიყვანო. ფერარის შემოყვანა შეგიძლია 6 წლამდე ავტომობილი, თუმცა ამისთვის დამატებით მთავრობას კიდე უნდა გადაუხადო 6-ჯერ მეტი ლამის. ისედაც იყო გადასახადები, რომელსაც უხდიდით, რომ მათ შორის ჰიბრიდულ ავტომობილებზე და მათ შორის ისეთ ეკოლოგიურ ავტომობილებზე, რომლის პირიქით გადასახადებიდან გათავისუფლება შეიძლება თუ შენ ეკოლოგიაზე, ხარისხზე და სხვა დამატებით ბენეფიტებზე ზრუნავ. თუმცა ამ შემთხვევაში ზრუნვის საგანი მხოლოდ როგორც ჩანს ბიუჯეტია. კი. და აქვე ბოლოს ისიც უნდა ვთქვათ, რომ ზოგადად ავტომობილებში ზედმეტი თანხის დახარჯვა იქნება ეს მის განბაჟებაში ზედმეტი ფულის გადახდა თუ იქ ამერიკაში ზედმეტი ფულის გადახდა და შემდეგ მისი იმპორტირება. ეს არის ქვეყნის გაღარიბების ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგია, რადგანაც ავტომობილი თავისი არსით არის უკიდურესად სწრაფად გაუფასურებადი საგანი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ არის საინვესტიციო აქტივი და მასში რაც უფრო მეტი ფული ჩაიდება ქვეყნის მხრიდან, ამითი მეტი ფული დაიკარგება ქვეყნის მხრიდანაც და მოსახლეობას მოაკლდება უბრალოდ ეს დოვლათი და სიმდიდრე, რაც უნდა ინვესტირებული ყოფილიყო წესით უკეთეს აქტივებში, თუმცა ეს კანონმდებლობა რეალურად გვიბიძგებს იმისაკენ, რომ ტრანსპორტში გადავყაროთ მეტი თანხები და დარჩეთ იქ, სადაც ვართ, ან პირიქით წავიდეთ უკან, რადგანაც თუკი რამდენიმეჯერ განახორციელებს ხოვრებაში ესე დიდ ტრანზაქციას, როგორც არის ავტომობილის შეძენა და ყოველ ჯერზე დიდ ფულს დაკარგავ, დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკურად უკან წახვალ აუცილებლად სხვანაირად უბრალოდ არ მოხდება. საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ გაღარიბების ფორმულა რჩება, რაც წინაზე იყო, ზუსტად იგივეა, უბრალოდ სახეცრულია იგი და ყველა რჩება, მე მგონი. კი, ყველა ფორმულა ადგილზეა, როგორც ადრე ვისაუბრეთ, ეს არის გაღარიბების ჩვეულებრივი კლასიკური ფორმულა, უბრალოდ აი ამ გაღარიბების ფორმულას აი ესე ქვეპუნქტი დაემატა ასტერიქსით, რომ დიდრებისთვის ნებადართულია. რა თქმა უნდა. დიდრებს შეუძლიათ შემოიყვანონ ის ლაფერარიც, ის მაკლარენიც, ის პორშეც და ის სხვა ნებისმიერ ავტომობილიც, რომელიც 9000 ლარი გადაიხადო Ford Fusion-ის გამბაჟებაში და იყიდო ეკოლოგიური Ford Fusion და იყო ბედნიერი. ბიუჯეტ შენატანებით ჰაერს ფილტრავდა, ეს ნამდვილად არ ვიცოდი. მოდი რაღაც კი 1-2 კითხვა დავტოვოთ. და ამ კითხვებზე პასუხებს თუ მიიღებთ. ჩემი პირველი კითხვა არის ის, რომ 12-მა თვემ რა დააშავა? თუ ავტომობილი 5 წლის არის კარგი, 12 თვეში რატომ ხდება ტოქსიკური უკვე 6 წლის? ეს ერთი კითხვა. შენ შეგიძლია ერთი კითხვა დასვა. ტექ ინსპექტორება რატომ არ მუშაობს? თუ მუშაობს, მაშინ ამიხსენით რატომ იღებთ ასეთი ტიპის აკრძალვას, რომელიც არის მიბმული წელზე? თუ ტექ ინსპექტორება მუშაობს, მაშინ წლის მიხედვით არაფერ შეზღუდვა არ უნდა გვიწევდეს, რადგანაც ნორმალურ ქვეყნებში ასეა იქ. ნებისმიერი ასაკის ავტომობილის შეყვანა შეიძლება, თუ კი აკმაყოფილებს სტანდარტებს და თუ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ სტანდარტებს, მაშინ პრობლემა იქ გქონია და არც შემოყვანის ბაზარში. ხო, კიდე არის კითხვა, რატომ აიზამეს 6 წელი?
ხო, ეგეც კარგი შეკითხვა. ალბათ 2020 წელს რომ ემთხვევა და უბრალოდ გვალი და ლამაზი ის ხა იმიტომ. რა. მოკლედ, თავარი კითხვა არის ის, რა საშუალებს 12 თვე? რატომ ხდება ავტომობილი 12 თვეში მაინც და მაინც ტოქსიკური და კიდევ ერთი, მოაყოლონ განმარტება, თუ შეიძლება, თუ არის ამისას თქვა რაღაცა კვლევები იქნება ჩატარებული წინასწარ, აბა ისე როგორ მიიღებდა რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას, ხო? მოაყოლონ განმარტება, რომ თქვა პირობითად 5 წელიწადში ან 7 წელიწადში აღნიშნული რეგულაცია საცობებს განმოხტავს. ეს რეგულაცია მიღებულია იმისთვის, რომ ქვეყანაში არაჯანსაღი ავტოპარკი გაიცხრილოს, განიმუხტოს საცობები და ადამიანებმა გადავაადგილდეთ და მოახერხოთ ადამიანურად გადაადგილება ქალაქში. 5-ში მოხდება ეს, 7-ში, თუ 10 წელიწადში, ესეც რა თქმა უნდა საინტერესოა და მე იქნებ პოზიციად შევიცვალოთ ჩვენს რომ ფეხით ვივლით თავისუფლად, ავტომობილითაც თავისუფლად, ავტობუსით და მიწისზე და მეტროთი და ტრამვაით რო გაკეთდება და სუფთა ჰაერსაც ვისუნთქებთ. 2009 წლის 12 მარტს ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში წარმოთქმულმა ორმა სიტყვამ დამნაშავე ვარ საბოლოოდ დაასრულა თანამედროვე ფინანსური ისტორიის ყველაზე დიდი და დახვეწილი ილუზია. ბერნარდ მედოფმა, ადამიანმა, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში ოლ-სტრიტის პატივსაცემი ფიგურა და ნასდაკის საფონდო ბირჟის ყოფილი თავმჯდომარე იყო, აღიარა, რომ მისი საინვესტიციო იმპერია სხვა არაფერი იყო, თუ არა გიგანტური ფინანსური პირამიდა. 65 მილიარდ დოლარად შეფასებული აფიორამ არ ყოფილა მხოლოდ ციფრების манипуляცია, ეს იყო ნდობისა და ავტორიტეტის ბოროტად გამოყენების მასტერკლასი, რომელმაც სოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, საქველმოქმედო ფონდები და მსხვილი ბანკებიც კი სრულ გაკოტრებამდე მიიყვანა. მედოფის წარმატების საიდუმლო, ასე ვთქვათ, მისი ექსკლუზიურობა იყო და ექსკლუზიურობაში იმალებოდა. ის არ ეძებდა კლიენტებს ქუჩაში, პირიქით, მასთან ფულის დაბანდება პრესტიჟის საკითხი იყო, ინვესტორებს ხიბლავდათ სტაბილური, თითქმის მათემატიკური სიზუსტით გაწერილი 10-დან 12%-მდე წლიური ამონაგები, რომელიც არასდროს იცვლებოდა ბაზრის რყევების მიუხედავად. საინტერესო ფაქტია, რომ მედოფი თავის სტრატეგიას უწოდებდა split strike conversions. რაც იმდენად რთულად ჟღერდა, რომ ბევრი ინვესტორი კითხვებს არ სვამდა, ერიდებოდა, რათა საკუთარი არაკომპეტენტურობა არ გამოევლინა. სინამდვილეში კი 1990-იანი წლების დასაწყისიდან მას ბირჟაზე ერთი აქციაც კი არ უყიდია, ძველ ინვესტორებს დივიდენდები ახალი კლიენტების შენატანებიდან ეძლეოდათ, ხოლო ანგარიშგებები, რომლებსაც კლიენტები ფოსტით იღებდნენ, უბრალოდ ფურცლები იყო, რომლებიც კომპიუტერულად გენერირებულ ყალბმონაცემებს შეიცავდა. კლასიკური პირამიდა, მაგრამ საკმაოდ დახვეწილი. კიდევ ერთი პარადოქსული დეტალი ამ ისტორიაში ჰარი მაკროპოლისის ფიგურაა. ფინანსური ანალიტიკოსის, რომელმაც მთელი 9 წლის განმავლობაში უამრავი გაფრთხილება გაუშვა ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის მისამართით, რომ მედოფის ციფრები მათემატიკურად აბსურდი იყო. მაკროპოლისმა რამდენიმე 100 გვერდიანი ანგარიშიც კი წარადგინა სათაურით სოფლიოს უდიდესი hedge ფონდი თაღლითობაა, თუმცა რეგულატორებმა გავლენიან მედოფს აუდიტიც კი არ ჩაუტარეს. აფიორა მხოლოდ 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს გასკდა, როდესაც ინვესტორებმა ერთდროულად მოითხოვეს 7 მილიარდი დოლარის გატანა, რეზერვში კი მხოლოდ რამდენიმე 100 მილიონი დახვდათ. მედოფის აღსასრული მისმა შვილებმა დააჩქარეს, რომლებმაც მამის აღიარების შემდეგ ის პირდაპირ სამართალდამცავ ორგანოებს ჩააბარეს, რასაც ოჯახური ტრაგედიების სერია მოჰყვა უფროსმა ვაჟმა მარკ მედოფმა აფიორის გამოაშკარავებიდან ზუსტად 2 წელიწადში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დღეს 2026 წლის გამოსახედიდან მედოფის საქმე რჩება უმთავრეს გაკვეთილად იმისა, რომ რამდენად დაუცველი შეიძლება იყოს სისტემა, როდესაც ის მხოლოდ ავტორიტეტსა და პიროვნებაზეა და მის ნდობაზეა აგებული. 150 წლიანი პატიმრობა, რომელიც მას მიესაჯა, სიმბოლური იყო ცხადია, ეს იყო განაჩენი არა მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, არამედ მთელი იმ ეპოქისთვის, სადაც ზედმეტად კარგი შედეგები კითხვებს არ იწვევდა. მედოფმა დაამტკიცა, რომ ყველაზე დიდი ქურდობა არა იარაღით, არამედ კალმითა და დახვეწილი მანერებით ხდება. ბერნარდ მედოფი 2021 წელს ციხეში გარდაიცვალა, თუმცა მისი აჩრდილი დღესაც დაჰყვება გლობალურ ბაზრებს. ყოველთვის, როდესაც რომელიმე ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტი ან კრიპტოაქტივი არარეალურ ამონაგებს გვირდება, ფინანსური სამყარო 2009 წლის 12 მარტს იხსენებს. მთავარი გაკვეთილი კი მარტივია. ფინანსურ ბაზარზე და ბაზრებზე სასწაულები არ არსებობს და თუ სქემა იდეალურად გამოიყურება, საიმისოდ რომ სიმართლე იყოს,
ის როგორც წესი სიმართლე არც არის. დობა ძვირფასი ვალუტაა, მაგრამ ბიზნესში მისი კონვერტაცია მხოლოდ გამჭვირვალობასა და მკაცრ აუდიტში უნდა ხდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ოქროს კოშკი ადრე თუ გვიან ქაღალდის ციხესიმაგრესავით დაიშლება. მედოფის ისტორიის გახსენებიდან NASDAQ-ის მიმოხილვით უნდა გავაგზავნოთ საქმიანი საღამო მართალია იგი ერთ დროს NASDAQ-ის როგორც საფონდო ბირჟების ოპერატორის, ასე ვთქვათ, თავმჯდომარე იყო ყოფილი, ცხადია, თუმცა მას შემდეგ NASDAQ-მა არაერთი ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს უკვე აქ გამჭვირვალობის ისეთ სტანდარტებთან გვაქვს საქმე, რომ დღეს უკვე NASDAQ-ზე და ზოგადად საფონდო ბირჟაზე მსგავსი მასშტაბის თაღლითობისა და აფიორის შექმნა არის უბრალოდ შეუძლებელი, თუმცა მიუხედავად აი ამ ყველაფრისა, მაინც დღეს გვაქვს ისეთი ნეგატიური განწყობა, რომ მასზე ძალიან რთულია რაიმე კარგი სიტყვა ვთქვათ, როგორც ხედავთ, შემცირებული არის ლამის ყველაფრის შეფასება, S&P 500-თან გვაქვს მაგალითად -1.22%, Dow Jones-ი ეცემა ამ ეტაპზე 1.23%-ით, NASDAQ-ი კი, რომელზედაც ვისაუბრეთ, არის შემცირებული 1.9%-ით. კომპანიებს რაც შეეხებათ, ეს ის ტოპ-10-ია, რომელზედაც ყოველთვის ვსაუბრობ და ვამბობთ, რომ მათ შესანიშნავად აქვს საქმე, მაგრამ დღეს ასე არ არის. დღეს ყოველი მათგანი არის გაწითლებული, არ აქვს მნიშვნელობა Nvidia იქნება ეს, Apple, Google, Microsoft, Amazon, TSMC თუ Meta. ყოველი მათგანი შემცირებულია, საშუალოდ კლება არის დაახლოებით 1.9%, რაც უკავშირდება ცხადია ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებას, სანავთობო ბაზარზე არსებულ შოკს, რომელიც საკმაოდ მძიმეა, თუმცა სანამ სანავთობო შოკზე გადავიდოდეთ, მანამდე ევროპულ ბაზარსაც გადავლოთ თვალე, იქაც ნეგატიური განწყობაა ცხადია, კლება გვაქვს -0.72%-ის ფარგლებში. შანხაიც დაეცა -0.11 გვაქვს აქ, ნიკეისთან კი კორექციის მაჩვენებელი არის დაახლოებით 1%. აი რაც შეეხება სანავთობო ბაზარს, აქ საინტერესო განწყობა გვაქვს. ბრენტის ფასი ნავთობისა ლამის $100 შეადგენს, WTI-ის ფასი არის $94, დღეს გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ დღეში 8%-ის ზრდა, ხოლო როგორც ხედავთ, ომის დაწყებიდან დღემდე ფაქტობრივად ზრდის მაჩვენებელი უკვე არის 50%. ასევე მკვეთრადაა გაძვირებული ბუნებრივი არი 60% კერძოდ, მეგავატი საათი ენერგიის ფასი, როგორც ხედავთ, უკვე 50 ევროსაც კი აჭარბებს. აქვე ოქროსაც და ვერცხლსაც უნდა შევეხოთ, მათ ისევ და ისევ კორექცია აქვს საშუალოდ 1%. ოქროს ფასი ამჟამად არის, როგორც ხედავთ, $5,123 უნციაზე, ვერცხლი კი $85 ივაჭრება. ამ მცირედი კორექციის მიუხედავად, ოქროს მაინც პოზიტიური შედეგი აქვს, ერთ წელიწადში +72%, ვერცხლს კი +152%. კრიპტოზეც გადავინაცვლოთ, აქ დიდაცვლება დღეს არ ყოფილა, ბაზრის შეფასება ისევ და ისევ შეადგენს დაახლოებით $2.5 ტრილიონ. ბიტკოინის ფასია, სხვათა შორის, $70,300 ფარგლებში, ეთერიუმი კი $2,000 ივაჭრება. აი NASDAQ-ის და S&P 500-ის ვარდნის ფონზე კრიპტოინდუსტრიის ასეთი სტაბილურობა ცოტა იყოს და გასაკვირია, არ ჩვევია ბაზარს ეს, მაგრამ უკვე აი ესეთ უცნაურობებსაც კი ხედავთ, როგორც ჩანს, რაღაცნაირად NASDAQ-ი და კრიპტობირჟა ერთმანეთს დაცილდნენ, რაც მხოლოდ კარგის მომასწავებელია, ზოგადად მათ შორის ისედაც კორელაციის მაჩვენებელი იყო ზედმეტად მაღალი. აქვე კაპიტალიზაცია ეთერიუმისა გვაქვს ამ ეტაპზე $259 მილიარდი, ბიტკოინთან კი გვაქვს $1.406 ტრილიონ. ლონდონშიც უნდა გადავინაცვლოთ, იქ კლება გვაქვს უკვე მეხუთე დღეა ZDZ და დღეს Lion Finance Group-ის, ანუ საქართველოს ბანკის აქციების შეფასება დაეცა დაახლოებით 5%-ით. სერიოზულ კორექციასთან გვაქვს საქმე. TBC-საც ასევე არასახარბიელო შედეგი აქვს და ამ ეტაპზე ფიქსირდება -3%, რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ ვალუტას, ის გაუფასურებული არის დოლართან და კურსი გვაქვს ამ ეტაპზე 2.73. ევროს კურსი გვაქვს 3.15, ხოლო სტერლინგის კურსია 3.65. და ბოლოს აქვე ტრადიციულად ორიოდეს უნდა ვთქვათ, ფორსაითის ლარის ფონდზე, რომელიც საშუალებას გაძლევს თანხა განათესოთ ფონდში, ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, სარგებლის მოცულობა კი წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს 9%-ს ანგარიზე, $50,000-ზე მეტის ქონის შემთხვევაში კი სარგებელი ახსებს 10%-ის არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გერიცხებათ ყოველდღიურად. Foresight Investment Group კი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია. მოკლედ, აი ასეთი ვითარება გვაქვს ჩვენ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე. საქმე საღამოში კი საუბარს სწორედ ნავთობისა და გლობალური კრიზისების თემატიკით ვაგრძელებთ.
დღეს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე ვისაუბრებთ, რომელმაც მსოფლიო გლობალური საანათლებლო კრიზისისგან უნდა იხსნას. საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მსოფლიო ბაზარზე 400 მილიონი ბარელი ნავთობი საგანგებო წესით გამოვა გასაყიდად. რას გულისხმობს ეს და როგორია რეზერვების გამოთავისუფლება წარსულში და ეს გამოცდილება რას გვეუბნება? ამაზე სასაუბროდ ერეკლე ფოლადიშვილი შემოგვიერთდება ერეკლე საღამომშვიდობის. ეკა საღამომშვიდობისა და მივესალმები მაყურებელს. აშშ ისრაელის მიერ ირანზე იერიშების მიტანამ ომის დაწყებამ და შედეგად ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ რომ გლობალური სანავთობო კრიზისი გამოიწვია, ეს თქვენთვისაც არ ახალი იქნება. მკვეთრად გაძვირდა საწვავი მთელ მსოფლიოში, მაგრამ მხოლოდ საწვავს ვინჩივის ყველა ის ინდუსტრია, რომელიც ბენზინსა თუ უბრალოდ გადამუშავებულ ნავთობზე დგას, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და თუ რამე ახლა არ ჩანს და არ იგრძნობა, თუ მოვლენები რადიკალურად არ შეიცვალა, ძალიან მალე აისახება ყველაზე. ამ საფრთხეს კარგად ხედავს საომარი მოქმედებების მთავარი ინიციატორი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები და სწორედ იმისთვის, რომ სანავთობო კრიზისის ფონზე მასზე ზეწოლა არ გაიზარდოს და არ აიძულონ მოკავშირეებმა შეწყვიტოს ახლო აღმოსავლური კამპანია, ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს უპრეცედენტო ნაბიჯში, რომელსაც 400 მილიონი ბარელი ნავთობის გლობალურ ბაზარზე გამოტანა ჰქვია. უფრო დეტალურად რომ აგიხსნათ, აშშ ჯამურად 172 მილიონ ბარელს გამოიტანს გასაყიდად საკუთარი რეზერვებიდან, რაც თითქმის იმდენივეა, რამდენიც მთელმა მსოფლიომ გაიღო 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად. თავისწილ პასუხისმგებლობას აიღებს იაპონიაც 80 მილიონი ბარელით, გერმანია 19,7 მილიონით და საფრანგეთი 14,5 მილიონით. საბოლოო დეტალებს აზუსტებენ გაერთიანებული სამეფო და ავსტრია. ასევე ექნება 30%-იანი წვლილი და ის გადანაწილდება დანარჩენ 26 ქვეყანაზე. რამდენად კრიტიკულია ეს ვითარება მსოფლიოსთვის, უკეთ რომ აღგაქმევინოთ, გეტყვით რომ ჯამურად გლობალურ გაერთიანებას 1,2 მილიარდი ბარელის რეზერვები აქვს, ანუ ომის დაწყებიდან 2 კვირის თავზე უკვე 1/3-ის გამოთავისუფლება მოუწიათ მათ. ჩნდება კითხვა, უშველის კი ეს მსოფლიოს ან რამდენ ხანს უშველის? პასუხს მარტივი გაანგარიშებით გაგცემთ. დავიწყოთ საწყისი რიცხვით. 20 მილიონი ბარელით, ანუ იმ რაოდენობით, რაც ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამდე გლობალურ ბაზრებს გალფის ქვეყნებიდან მიეწოდებოდა. ეს რესურსი ახლა გაჩერებულია, თუმცა სრული დატვირთვით მუშაობენ საუდის არაბეთის, აღმოსავლეთ-დასავლეთისა და საამიროების აბუ-დაბის მილსადენები, რომლებიც ჯამურად 5,7 მილიონ ბარელ ნავთობს აწვდიან მსოფლიოს. ესე იგი, 20 მილიონ ბარელს მინუს 5,7 მილიონი ნიშნავს 14,3 მილიონს, ანუ იმას, რაც ახლა არის დარჩენილი დეფიციტი. თუ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს წევრები ამ დეფიციტის სრულად დაფარვაზე შეთანხმდებიან, რაც აქამდე არასდროს მომხდარა, მაშინ მარაგები 27 დღეს ეყოფა, ხოლო თუ იმ ცნობებზე დაყრდნობით ვისაუბრებთ, რაც უცხოურ მედიაში ახლა ვრცელდება, მაშინ საუბარი გვაქვს 4,5 ან 5 მილიონ ბარელზე. ეს კი ბაზრების მომარაგებას ზუსტად გაზაფხულის ბოლომდე გულისხმობს. უბრალოდ ამ შემთხვევაში დეფიციტი 10 მილიონი ბარელი კვლავ შენარჩუნდება და მისი ამოვსება კვლავ აუცილებელი იქნება. ვინ ამოავსებს მას? ეს კიდევ საკითხავია, ფაქტია, რომ გლობალური ინდუსტრიული ძრავი გრძელვადიან 10 მილიონიან დეფიციტს მარტივად ვერ აიტანს და ეს ყველა ჩვენგან შეეხება. დასასრულს რამდენიმე მაგალითიც ვახსენოთ. სააგენტოს 52 წლიან ისტორიაში სტრატეგიული რეზერვების კოლექტიური გამოყენების სულ 5 მაგალითი არსებობდა. პირველი 1991 წელს და სპარსეთის ყურის ომს უკავშირდება, როცა ერაყის მიერ ქუვეითში შეჭრასა და ოპერაცია უდაბნოს ქარიშხლის დაწყებას ბაზრიდან ყოველდღიურად 4,3 მილიონი ბარელის გაქრობა მოჰყვა. მაშინ გლობალურმა მოთამაშეებმა ამ დატვირთვის უმეტესობა 2,5 მილიონი გადააწყვიეს. შემდეგ იყო 2005 წელი და ქარიშხალი კატრინა, რომელმაც მექსიკის ყურის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურა. მაშინ ჯამურად 60 მილიონი გამოიყო, რამაც აშშ-ს საწვავის ბაზარზე მიწოდების წყვეტა თავიდან ააცილა. მომდევნო კრიტიკული ინტერვენცია 2011 წელს ლიბიის სამოქალაქო ომის დროს განხორციელდა, როდესაც მსუბუქი ნავთობის ექსპორტის შეჩერების გამო ევროპულ გადამამუშავებლებს სააგენტომ 60 მილიონი ბარელი მიაწოდა.
ბოლო და ყველაზე ახლო მაგალითი კი 2022 წელს და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას უკავშირდება. მარტ-აპრილის პერიოდში ჯამურად 182 მილიონი ბარელი გამოთავისუფლდა. ამან ნამდვილად იმუშავა. სხვათა შორის, აქ ორ ეტაპად მოხდა ეს. აღსანიშნია, როცა 5 მაგალითზე ვსაუბრობ, სწორედ აი ამ პერიოდზე არის საუბარი, რომ ორ ეტაპად გავიდა ეს მიწოდება. თუმცა ის რაც დღეს ხდება, ეჯგარეშეა რომ ყველაზე უნიკალური შემთხვევაა, რადგან ის მთელი მსოფლიოსთვის სასიცოცხლო ჰორმუზის სრუტეს ეხება. უბრალოდ რამდენად ეფექტური იქნება ეს მცდელობა თუ კონფლიქტი არ დასრულდა, ან რამდენ ხანს გაატანინებს გლობალურ ინდუსტრიას, ეს მეორე საკითხია. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import. სოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე უნდა ვისაუბროთ და დავიწყოთ დონალდ ტრამპის განცხადებით, რომელიც მან კენტუკის შტატში გამართულ წინასაარჩევნო ტიპის შეხვედრაზე გააკეთა აქციაზე და თქვა, რომ ამერიკამ ირანთან ომში გამარჯვება უკვე მოიპოვა. მისი თქმით, კონფლიქტის ბედი პირველივე საათებში გადაწყდა და გადაწყვეტილი იყო, თუმცა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო ძალები რეგიონში დარჩებიან, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ტრამპის განცხადებით ამერიკის შეერთებული შტატების ძალებმა უკვე გაანადგურეს ირანის სამხედრო საზღვაო ძალების 58 ხომალდი და ქვეყნის სამხედრო პოტენციალი პრაქტიკულად პარალიზებულია. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მიუხედავად დეკლარირებული წარმატებისა, პრეზიდენტი ომის სწრაფი დასრულების წინააღმდეგია. მან განაცხადა ციტატა, რომ მოვიყვანოთ, რომ ჩვენ არ გსურს ნაადრევად წამოსვლა, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, მიმართა მხარდამჭერეს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი და ირანი ფაქტობრივად განადგურებულია, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი მხოლოდ ეს არ იყო, არის ისეთი მდგომარეობის მიღწევა, რომელიც მომავალში კონფლიქტის განახლებას გამორიცხავსო. პრინციპში ტრამპი ამბობს, რომ ვაშინგტონს არ სურსო ყოველ 20 წელიწადში ამ რეგიონში იყოს კონფლიქტი, რომელშიც ჩარევაც თავად მოუწევს რაღაცების გადაწყვეტა. ხო, ან ისრაელს მოუწევს თავის დასაწყო და ამიტომ რაღაცნაირად ამოუწუროთო ბოლომდე მივიყვანოთო. რაც გულისხმობს ამ ბოლომდე მივიყვანაში ცხადია დონალდ ტრამპს არ უსაუბრია, არის გაცხადებული მიზნები, რომელიც ვიცით, თუმცა ამ აქციაზე და გამოსვლაში მან შეკრებილ ადამიანებს უთხრა, რომ პირველ საათებში გადაწყვეტეს ომის ბედი და ის ამერიკის სასარგებლოდ და მოკავშირეების, ასე ვთქვათ, ამერიკის და ისრაელის სასარგებლოდ არის დასრულებული. პატარ-პატარა დეტალებია, მოკეთ რომელსაც ნელ-ნელა მიუხედავთო განაცხადა ტრამპმა. ხო, ომი რომ დაიწყო ორი კვირის წინ, მაშინ უფრო ვიცოდით გონი რა უნდოდა ამერიკას, ვიდრე ახლა, რადგანაც ბოლო პერიოდის განმავლობაში, აი სულ რამდენიმე საათის წინაც კი გავრცელდა ცნობები, რომ ტრამპი ამბობს, რომ მას კიდევ სიხარულით უნდა 1-4-5 კვირის განმავლობაში ამ კონფლიქტის გაგრძელება, რათა კიდევ სხვა მიზნებსაც მიაღწიოს. უბრალოდ რა მიზნები რა არის, არ ამბობენ, შესაბამისად, მხოლოდ სპეკულაცია შეგვიძლია ამ ეტაპზე. აქვე, როდესაც ეს ომი გრძელდება, ცხადია, ხარჯებიც იწერება ორივე მხარეს, ერთ მხარეს ზარალია, მეორე მხარეს გასროლილი ტყვია წამალია, ეს არის ძალიან დიდი ხარჯი ამერიკისათვის და კონგრესში მოითხოვეს სენატორებმა, რა თქმა უნდა, ხარჯების ნუსხა, რას ხარჯებს ამერიკა, ამისი გაგება უნდა და პენტაგონმაც წარმოადგინა ხარჯების, ასე ვთქვათ, შეჯამება, ეს არის ანგარიშგება, მარტივად რომ ვთქვათ, პირველი კვირისა, სხვათა შორის, ან მეორე კვირა ჯერ დათვლილიც არ აქვს, უბრალოდ პირველი კვირის განმავლობაში დაახლოებით დათვალეს, რომ ამერიკამ დახარჯა, მხოლოდ ამერიკამ, ისრაელი არ ითვლება, მხოლოდ ამერიკამ დახარჯა 11 მილიარდ 300 მილიონი დოლარი აი ამ ასე ვთქვათ ომზე. არაფერი არ არის ხა ეს ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი არის ტრილიონი დოლარი. ხა 11 მილიარდს დახარჯებენ თუ არა? 1000 მილიარდი აქვს ხა. ხო, ნუ შესაბამისად ეს არაფერი არ არის, მათ ეს არ შეაჩნიათ, მაგრამ აქვე პენტაგონმა წარმოადგინა პოტენციური სამომავლო ხარჯების ასე ვთქვათ გათვლაც და იქ წერია რომ მინიმუმ 50 მილიარდის დახარჯვას აპირებს ამერიკა. ნუ ეგეც არაფერი არ არის, ალბათ მაგაზეც ტრამპს არ დააყვედრიან ამ ომის დაწყებას. აქვე დემოკრატ, რა თქმა უნდა, კონგრესმენებს არ მოსწონთ, არც ეს ამას გამოიყენებენ ცხადია. რა თქმა უნდა, გამოიყენებენ, ნუ არჩევნები გვიახლოვდება და ეს იქნება ნომერ პირველი არგუმენტი ტარიფებთან ერთად, რომელსაც ტრამპის წინააღმდეგ გამოიყენებენ და სხვათა შორის სენატში უნდათ დაბარება ტრამპის და საჯარო ფიცის ქვეშ უნდათ რომ ტრამპმა გასცეს შეკითხვებს პასუხები, იქ ალბათ დაუსვამენ შეკითხვებს, რატომ, რა მიზნით, რას მივაღწიეთ, რატომ დავხარჯეთ ან ეს ფული, ან რატომ გავწირეთ ის ამერიკელი სამხედროები, რომლებსაც თავიანთი სიცოცხლე დათმეს, აი ამ მიზნების გამო. 7-ია, ხო, გადასტურებული. დაახლოებით 7-ია ამ ეტაპის მონაცემები, შეიძლება მეტიც იყოს, უბრალოდ ოფიციალურად პენტაგონს არ დაუდასტურებია მეტი. და ნუ აქ რა თქმა უნდა არსებობს შეკითხვები და ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს ტრამპს და ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც ჯერჯერობით ამბობს, რომ ამერიკა იმარჯვებს, ყველაფერი გეგმის
მიხედვით მიდის და ეს ხარჯებიც არის არაფერი. ნუ ახლა ჩვეულებრივი ქვეყნისთვის რომ გვეთქვა 11 მილიარდი დაგეხარჯებოდა ერთ კვირაში, ეგ კოლაფსი იქნებოდა, მაგრამ ამერიკა და უნდა გავისვარისნოთ, რომ ამერიკას აქვს ტრილიონი დოლარი, შესაბამისად 11 მილიარდი დიდი ხარჯი ამერიკისათვის არ არის და მარტივად 1000 ლარი გაქვთ და 50 ლარად აგვარებ ძალიან დიდ პრობლემას, რომელიც არა მარტო თქვენს გაწუხებთ და თქვენს სამეგობროს გაწუხებთ და 50 ლარს გადაიხდით. კი, 50 ლარს გადაიხდით აი ამ პრობლემის მოგვარებით. უტრირებ და ვამარტივებ, მაგრამ ნუ ეგრეა. ზუსტად ეგ არის დაახლოებით იგივე ლოგიკა, აი ასე ფიქრობს ალბათ ახლა ტრამპი მაგაში ბებერადად დარწმუნებული ვარ და აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ ხარჯების ზრდა არის პროგნოზირებული აუცილებლად 50 იქითაც გავა ალბათ, როდესაც უკვე მეორეული ხარჯები იქნება დაცვლილი, მაგრამ ეგ ჯერ პენტაგონს არ მომზადებია, მაგრამ ნახოთ სანამდე გაიზრდება აი ეს ომის ხარჯები, მაგრამ ის სპეკულაცია და მოლოდინობ თითქოს ამერიკას ფული უმთავრდება, ტყვია წამალი არ ექნება და რაკეტები დაუმთავრდება, არ ვიცი. მაგრამ ამის წარმატებას გისურვებ. მნიშვნელოვანი ალბათ ისიც არის, რომ არც გამჭირვალობის პრობლემაა ამ შემთხვევაში, როდესაც ხარჯებს მოითხოვს, თუ ის კონგრესი იქნება ეს თუ ნებისმიერი ასე ვთქვათ. ოფიციალური პირი ამ ხარჯებს პენტაგონი ომის დეპარტამენტი მიაწვდის და არც ამაში იქნება პრობლემა ხარჯების დამალვაში თუ ასე შემდეგ. აი გადავიდეთ ამ შემთხვევაში Shell-ზე, მსოფლიოს უმსხვილეს LNG ტრეიდერმა, კომპანია Shell-მა კატარიდან შესაძლებელი თხევადი ბუნებრივი აირის კონტრაქტებზე force majeure გამოაცხადა. Shell-ის ეს გადაწყვეტილება ნუ პირდაპირ კავშირშია კატარის მიერ გასულ კვირას 77 მილიონი ტონის სიმძლავრის საწარმო ობიექტის გაჩერება და მიწოდების შეფერხებასთან, რაც გამოწვეული რა თქმა უნდა მიმდინარეობით და იმ თავდასხმებით, რომელიც ირანმა განახორციელა მათ შორის კატარის მისამართი. ანალოგიური შეტყობინებები მიიღეს სხვა მსხვილ მოთამაშეებაც, მათ შორის არის Total Energies და რამდენიმე აზიური კომპანია. ომანურმა სავაჭრო სახლმა კი OUKI უკვე გამოაცხადა force majeure ბანგლადეშელი კლიენტების წინაშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მიწოდების კრიზისი პრინციპში დომინოს ეფექტის არის ამ შემთხვევაში გადაედო მთლიანად რეგიონს და ამიტომ ყველა კომპანიაზე პრაქტიკულად გავრცელდა შესაბამისად კომპანიები და სახელმწიფოები იყენებენ უფლებას, რომ კონტრაქტში ჩადებული force majeure-ის პირობები აამოქმედონ. კატარის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით მიწოდების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება შეიძლება რამდენიმე კვირიდან დაახლოებით თვეც შეიძლება რომ დაშირდეს, მოკეთ პროგნოზები ვადებთან დაკავშირებით არც თუ ისე ზუსტი კეთდება. ოფიციალური პირების მხრიდან ხო, მათზე არ არის დამოკიდებული. ვერაფერს ვერ იზამს კატარი, თავს თუ დაიცავს რამენაირად მომავალი შეტევებისგან, თუმცა ჰორმუზს ეგ ვერ გახსნეს. ესეც არ გამორიცხავს იმას, რომ ერთი ჰორმუზს ვერ გახსნის და მეორე თუ შეტევაც არ იქნება, მაინც შეიძლება force majeure-ში გადავიდეს საკონტრაქტო ურთიერთობა, იმიტომ რომ მიწოდების ჩაჭრები ამ შემთხვევაში არის ჩავარდნილი. ცნობისთვის Shell ყოველწლიურად თითქმის 7 მილიონ ტონა კატარულ LNG-ს ყიდულობს, ხოლო Total Energies არის 5.2 მილიონი ტონის შემსყიდველი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემსყიდველები არიან, ვისთანაც კონტრაქტის force majeure-ული პირობები აი ამჟამად უკვე ამოქმედებულია. ხო, მთელი ეს ვითარება ძალიან მძიმედ აწვება ახლო აღმოსავლეთის რეგიონს, ამ ქვეყნებს გაუჩერდათ მთავარი ბიზნესი, მაგრამ აი ამ მოცემულობით სარგებლობს რუსეთის ფედერაცია, რაც აჩენს ძალიან ლეგიტიმურ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცნაირად ხომ არ ასხამს მთელი ეს მოვლენები რუსეთის წისკვილზე წყალს და როგორც ჩანს მართლაც ასხამს, რადგანაც მაგალითად ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევითმა ცენტრმა გამოქვეყნა ანგარიში და მათი ინფორმაციით აი ამ ორკვირიან პერიოდში, არასრულ ორკვირაში უკვე რუსეთმა მიიღო დამატებით 7 მილიარდი დოლარი საბიუჯეტო შემოსავალი, მხოლოდ იმიტომ, რომ ნავთობი, გაზი ყველაფერი გაძვირებულია და რუსეთს ახლა შეუძლია, რომ ჩინეთსა და ინდოეთს უფრო ძვირად მიყიდოს რესურსები, რადგანაც მათ დიდი არჩევანი აღარ აქვს. ჩინეთს ყველაფერი შემოქონდა ახლო აღმოსავლეთიდან, ეგ დაეხურა, დარჩა მხოლოდ რუსეთი და რუსეთს ახლა უკვე როგორც იქნა სავაჭრო ბერკეტი თვითონ აქვს. მაინც მიიღო ჩინეთმა, მაგრამ ეს ის მოცულობა არ იყო, რომელიც ჩინეთს აიღარებდა. ჩინეთს ძალიან დიდი აპეტიტი აქვს და შესაბამისად რუსეთს ახლა დიდ ფასად შეუძლია თავისი საწვავის გაყიდვა. ყოველდღიურად სარგებელი დაახლოებით 600 მილიონ დოლარს აღწევს, ეს ძალიან უხეში დათვლებით, შეიძლება მეცაც კი აღწევდეს, იქ კერძო მოლაპარაკებებში რა ფასები ფიქსირდება ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ ერთი ის ვიცით, რომ ოფიციალურად ბირჟაზე ურალის ფასი დღეს არის უკვე 82 დოლარი, არადა კონფლიქტის დაწყებამდე ფასი იყო 50-60 დოლარის ფარგლებში, აი 60 არ ცდებოდა, მაგრამ ახლა 82-ზე ვართ ასრულები, არადა ცნობები მქონდა იმასთან დაკავშირებითაც ერთი თვის წინ, რომ
რომ რუსეთი ჩინეთში ნავთობს ყიდიდა ლამის $23 ბარელზე და აი რა დღე დაუდგა რუსეთს შეიძლება მოსკოვში ახლა ზეიმობენ თუ ეს რაღაც ერთი თვე გაგრძელდება ისინი დაახლოებით 3 თვის ბიუჯეტის შევსებას მოახერხებენ. კი აი ეს კრიზისი რაც უკვე იყო დაწყებული მოსკოვში შეიძლება რაღაც ერთი კვარტალი დაპაუზდეს აი ამ მოცემულობის გამო. აქვე საინტერესო კვლევაც არის გამოქვეყნებული მასთან დაკავშირებით რომ რუსეთს ძალიან დიდი რაოდენობით უნდა ირანიდან შაჰედის ტიპის დრონების შეძენა, რასაც შემდეგ უკრაინის ფრონტზე იყენებს და მთელი ამ შესყიდვების ასე ვთქვათ თანხას თუ გადაისრვიდა პირდაპირ ამ კონტრაქტებში 24 საათის განმავლობაში რუსეთს შეეძლო 17,000 შაჰედის დრონი დაემატებინა თავისი არსენალისთვის, მაგრამ აქ თემა ის არის რომ ირანს ახლა არც მიწოდების თავი აქვს, არც უსაფრთხოება აქვს, არც ქარხნები აქვს, ყველაფერი განადგურებულია და ის დრონებიც თვითონ სჭირდება რუსეთისთვის მიწოდებელი არაფერი არ აქვს, მაგრამ რუსეთს ამ ეტაპზე აქვს ფული, რომელსაც ალბათ რამეში აუცილებლად გამოიყენებს. გამოიყენებს, რა თქმა უნდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უახლესი ანგარიშით 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა დაახლოებით 1,276,760 ჯარისკაცი დაკარგა. სხვათა შორის გენერალური შტაბის მონაცემებით ცოცხალი ძალის დანაკარგებთან დაკავშირებით ძალიან ახლოს არის ნეიტრალურ წყაროებთან, მათ შორის და ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან, რომელიც მაგალითად სხვა ტიპის დანაკარგებთან მიმართებით აცდენა არის, რა თქმა უნდა, ეხლა უკრაინას და რუსეთის საინფორმაციო ომსაც აწარმოებენ, თუმცა ცოცხალ ძალასთან მიმართებით ძალიან ახლოს არის. რამოდენიმე ათასი შეიძლება იყოს სხვაობა, თორემ ეგეც დღეს გააჩნია, როდისაა გამოქვეყნებული. დღეს გააჩნია, როდის არის გამოქვეყნებული და ალბათ გამოქვეყნებენ საერთაშორისო, თუმცა ჩვენ გვაქვს ერთ-ერთის მონაცემები ამ შემთხვევაში. მხოლოდ ბოლო 24 საათში ოკუპანტების დანაკარგებმა შეადგინა 780 სამხედრო, ცოცხალი ძალის გარდა რუსულმა მხარემ კოლოსალური ზარალით განიცადა სამხედრო ტექნიკის მიმართულებით, ჯამში არის საუბარი დაახლოებით 12,000 ტანკზე. 24,197 ჯავშან მანქანაზე, 38,000-ზე მეტი საარტილერიო სისტემაა განადგურებული. საჰაერო და საზღვაო ძალების დანაკარგების გამოქვეყნდა გენერალური შტაბის მიერ განადგურებული 435 თვითმფრინავი, 359 ვერტმფრენი, 31 გემი და 2 წყალქვეშა ნავი, ხოლო განადგურებული დრონების რაოდენობა არის 173,000-ზე მეტი. კოლოსალური რაოდენობა, ანუ დრონები როგორც წესი წუჩი რამდენიმე დიდი რაოდენობით გამოიყენება, მოიხმარება, შესაბამისად მათი რაოდენობა განადგურებულსაც ბევრია. უკრაინის გენერალური შტაბი ეროვნული საიდუმლოების მიზეზით საკუთარ დანაკარგებს ოფიციალურად არ აქვეყნებს, თუმცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თებერვალში აღნიშნა, რომ დაღუპულთა მინიმუმ 45,000 ჯარისკაცი მინიმუმ, რაც არ მოიცავს უგზო-უკლო დაკარგულთა დიდ რაოდენობას. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის, ეს არის CSIS-ი, 2026 წლის იანვრის ანგარიში აზუსტებს, რომ უკრაინის საერთო დანაკარგები დაჭრილების ჩათვლით არის 500,000-დან 600,000-მდე. CSIS-ის შეფასებით დანაკარგების თანაფარდობა დაახლოებით არის 2:1-თან. რა თქმა უნდა, რუსეთის საზიანოდ. ეს დისბალანსი ძირითადად განპირობებულია რუსული მხარის მიერ წარმოებული ინტენსიური იერიშებით და უკრაინის მიერ მოწყობილი სასაკლაო ზონებით, სადაც სამხედრო დრონები 24/7-ზე ნადირობენ მტერზე. ზუსტად ის არის, რაც ვახსენე, 2:1-თან ნიშნავს, რომ თქვა 600,000 პირობითად 1,200,000-ზე მეტია რუსეთის 2.5 1-თან, ესეც არის 2.5. ხო, შეიძლება 2.5 1-თან იყოს რეალური. ეს ორი რიცხვი სახელდება და შესაბამისად უკრაინის შეიარაღებული ძალების და გენშტაბის მიერ გამოქვეყნებული ცოცხალი ძალის დანაკარგებთან მიმართებით მაქსიმალურად რაღაცნაირად ზუსტეს ინარჩუნებს უკრაინის მხარე. სოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import. საქმეის აღამოამი დასრულებულია, მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.